Radio Med FM 103 წარმოგიდგენთ. ჯანსაღ საზოგადოებას თითოეული ჩვენგანი ქმნის. მომავალი თაობის აღზრდაში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადამიანური ღირებულებების დამკვიდრება ჩვენი ვალდებულებაა. ეთო პაპიაშვილის საავტორო გადაცემა, ჯანმრთელობის არჩევანი. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, პირველი სამედიცინო რადიო Med FM 103 ეთერშია გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანი. ეთო პაპიაშვილთან ერთად. ყოველ ორ შაბათს 14 საათზე გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანში განვიხილავთ ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ საკითხებს. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ბავშვის აღზრდისას ეკლესიის, მოძღვრის და ოჯახის როლზე. აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება ჩვენი გადაცემის სტუმარი დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურა მოთხოზარია. დიდი მადლობა მამაო გადაცემაში სტუმრობისათვის. ჩემი პირველი კითხვა იქნება ესეთი: ბავშვის აღზრდისას რა როლი აკისრია ეკლესიას და რა როლი აქვს მოძღვარს? მოძღვრის მნიშვნელობაზეც რომ გვესაუბროთ. მოგესალმებით. მოხარული ვარ ვიმყოფებით თქვენ სტუდიაში. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. დიახ, თვითონ დღევანდელი თემა ბავშვი ზოგადად, ეკლესია თავისთავად ძალიან აქტუალური თემაა. ბავშვი ყოველთვის იყო სამყაროში საოცარი მოვლენა და მით უმეტეს ბავშვის აღზრდის საკითხი, ეს არის ყველაზე აქტუალური, ვინაიდან ჩვენთვის ეს ბავშვი არის ის მთელი სამყარო, რომლის სწორ აღზრდაზე სწორი დამოკიდებული არის საერთოდ კაცობრიობის ბედი, ვინაიდან როგორც გამოთქმა არსებობს, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, ეგზიუპერის გამოთქმა და თუ ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აი სწორედ ბავშვობაში ჩვენი მდგომარეობა როგორია, როგორ მიზრდებით. მე შემიძლია გითხრა, თუ თვითონ ზოგადად ბავშვის აღზრდის პრობლემა ეს არ არის ჯერჯერობით გადაწყვეტილი, არ არსებობს სისტემა ჩამოყალიბებული ესეთი სტრატეგია, არც ეკლესიას აქვს ესეთი სტრატეგიული გეგმა, რომ მაინც და მაინც აი ასე უნდა აღიზარდოს ბავშვი. ეკლესიას აქვს მოძღვრება, სწავლება, საიდუმლოებები და ბავშვის შემოყვანა სწორედ აი ამ საეკლესიო საიდუმლოებების ქვეშ აქ უკვე როლი ეკისრება უკვე ოჯახსაც, რა თქმა უნდა. ვინაიდან ბავშვი სწორედ ის არსება, რომელსაც ყველაფერი თავიდანვე არაა გაცნობიერებული, რა ჯობია მისთვის. აი დავუშვათ, ბავშვი ჩვენ მიყვავს სკოლაში თავის დროზე, ან სხვა წამალს ვასმევთ, ნემს ვუკეთებთ, რაღაცას ვუკრძალავთ. შეიძლება ეს ბავშვს სულ არ სიამოვნებდეს, არც ესმოდეს და ასე ბჭყალებში რო ვთქვათ, ჩვენ იძულებული ვართ ეს გარედან ჩავერიოთ, მაგრამ ეს ყოველთვის, რა თქმა უნდა, არის ისევ ბავშვის სასიკეთოდ. და ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვს ჩაუნერგოთ, ესეთი ღვთისმოშიშება, ღვთისმორწმუნეობა და ავზარდოთ ესეთი ადამიანი მისგან, რომელიც იქნება, ჩვენი ქრისტიანულ სამყაროში ვარ და მართლმადიდებლები ვართ, ამ შემთხვევაში ამ პოზიციიდან ვლაპარაკობ მე როგორც მართლმადიდებელი მოძღვარი. აქ კიდე ერთხელ გეუბნებით, რომ არ არსებობს ესეთი სტრატეგია. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა თვითონ როგორც მაცხოვარმა გვასწავლა თავისი მოძღვრებით მოძღვრისთვის აქ ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოძღვარი წარმოადგენს პირველ რიგში ეკლესიის სახეს, ალბათ პირად მაგალითს, ასევე მშობლებს, როგორც თავისთავად ეკლესიის წევრებს და მრევლს, ვინაიდან ბავშვი, როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად არის აღიზრდება სწორედ პირადი მაგალითით, ვიდრე ასეთი გარეგნული დარიგებებით და როდესაც ის ხედავს იმას, რასაც მას ეუბნებიან, ამ შემთხვევაში ისინი, ვინც მას არიგებენ, ჭკუას ან მიუთითებენ რაღაც აღზრდის წესებისკენ, რომ ის კარგად მოიქცეს, ეკლესიაში იაროს და თუ კი ის მაგალითს პირადად ვერ ხედავს,
აი მიმთითებელში უფროსი ეს იქნება მშობელი თუ მრევლი თუ თუნდაც მოძღვარი ამ შემთხვევაში ჩვენ იმ შედეგს ვერ მივიღებთ და შეიძლება პირიქით ბავშვი გამოიწვიოს პროტესტიც კი ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას განსაკუთრებით ეკლესიას ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ თვითონ მაცხოვარი ჩვენი რომლის სხეულიც არის ეკლესია განსხვავებით იმდროინდელი მორალისა რჯულისა შემოდის უკვე არა როგორც დამრიგებელი, არა როგორც მორალისტი, არა როგორც წამყვანი მიმთითებელი, არამედ შემოდის როგორც სისავსე. მაცხოვარში თვითონ სიტყვა და საქმე იყო ერთი. ანუ ის როდესაც ამბობს მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე, აქ ყველაფერი ენათქვამი. ის არ ამბობს მე მიგითითებთ გზას, ან მე გასწავლით ღმერთის გზას, არამედ ის თვითონ არის გზა, თვითონ არის სიყვარული. ამ შემთხვევაში ჩვენთვის რა არის ეს მაგალითი, რომ სწორედ ჩვენ ვიყოთ სისავსე, ჩვენი ცხოვრების წესით და ეს იქნება ყველაზე დიდი მაგალითი სწორედ ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის. იმიტომ რომ სხვანაირად ახლა დღეს მე მესმის მშობლების პრეტენზიებიც და ზოგადად მასწავლებლებიც ყველა ვჩივით, რომ რაღაცნაირად ბავშვები ჩვენ არ გვიჯერებენ, რაღაც განსაკუთრებული თაობა მოვიდა ისეთი, რომ აი ეს არ ახალია ძველია რომ იტყვიან, აი თქვენ რომ ვიცოდეთ და ბევრი ცნობილია უძველესი ეგვიპტის პაპირუსები, რომელიც რამდენიმე 1000 წლის წინათ არსებობდა, იქ არის ჩანაწერები, რომ მშობლები ისევე უჩივიან შვილებს და ახალ თაობას, როგორც ჩვენ ვუჩივით. აი ესეთი თაობა მოვიდა, რომ გაუსაძილისი მშობლებს ეურჩებიან, ძალიან ისეთი მოუხელთებელი არიან. პრობლემა ამაში არ არის. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის ყოველი ბავშვის აქციები, რომ ჩვენ შესაბამისად უკვე შევცვალოთ დამოკიდებულება მაგალითად. დიდი მადლობა მამაო, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანი ეთერშია. ჯანმრთელობის არჩევანი ეთო პაპიაშვილთან ერთად. გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანი ისევ ეთერშია. ჩვენ მსმენელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურა მოთხოზარია. მამა წეგან საუბრობდით ბავშვის აღზრდას და მის ანუ გარემო ფაქტორებზე ბავშვის აღზრდისას და თუ შეიძლება ახლა ვისაუბროთ ბავშვის აღზრდის თავისებურებებზე, პრობლემურ ბავშვზე ვისაუბროთ, ანუ როდესაც ბავშვს აქვს ხშირად არასასურველი ქცევა მიუღებელი უფროსებისთვის და ნუ რაღაც გარკვეულ ნორმებს ცდება. ამ შემთხვევაში მოძღვარს რა როლი აკისრია? რა ღონისძიებებს ომებს მიმართავთ ხოლმე ამ დროს, რომ ეს ბავშვი რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს? დიახ, ამ შემთხვევაში თვითონ მოვიყვანდი ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესის სიტყვებს, რომ პრობლემური ბავშვი, ასეთი, რომელიც ძნელად ექვემდებარება და ემორჩილება იმ კანონებს, სტანდარტებს, ხშირად ხდება კი არა უმეტეს შემთხვევაში არის ძალიან ისეთი ნაყოფიერი და ცნობილი პიროვნებები გამოდიან აქედან, მაგრამ თუ ვერ გაუგებთ ამ შემთხვევაში მათი ეს ენერგია შეიძლება ძალიან საშიში გზით წავიდეს სხვა ნეგატიური გზით. დიახ, ამიტომ ჩვენ ეს ასე უხეშად რო ვთქვათ, ეს ენერგია, რომელიც მოცემული გვაქვს, კალაპოტი უკვე ოჯახმა, გარემომ, ეკლესიამ, განსაკუთრებით მოძღვარმა ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ გვაქვს ცოცხალ არსებას ღვთის ხატთან საქმე და არა უბრალო
ისეთი უბრალო საგანთან, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ნებაზე და ჩვენს გემოზე გამოუჩორკნოთ, გამოუკვეთოთ და ფორმა მივცეთ. ამ შემთხვევაში ხშირად მშობლებიც ვწოდავთ ხოლმე, ვინაიდან რაღაცნაირი ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიმართულება, როგორ ხედავთ იმ ბავშვს, ჩვენი გაგები და გამომდინარე და თავიდანვე ვაიძულებთ, რომ ასეთი ჩვენი ჩავსვათ ჩვენს მოდელში და გამოვიყვანოთ იქიდან ასეთი ბავშვი ამ პროფესიის, რომელიც მე მინდა. ან ამ შემთხვევაში მშობელს ხშირად ეს იმიტომ მაქვს, თვითონ ვერ მიაღწია იმას და უნდა რომ თავის ბავშვი გამოვიდეს ისეთი და მიაღწიოს, რაც თვითონ ვერ შეძლო. და აქ ხდება სწორედ წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში ბავშვი არის გაურიებული, ერთი მხრივ სუსტია, მისი მშობელი ავტორიტეტია და იძულებულია რომ მშობელს დააყვეს, მაგრამ მეორე ჩვენ არ უნდა დაგვაწყდეს რომ ამ სუსტის ხეულის მიღმა ღვთაებრივი სულია და ხატია სრულყოფილი. იმდენად სრულყოფილი რომ მაცხოვარი თვითონ გვითითებს ჩვენ დიდებს რომ აი ბავშვები თუ არ გახდები სასწავლებელში ვერ შეხვალთ. ამიტომ აქ უკვე დიხოტომია, ანუ წინააღმდეგობაში მოდის ეს ბავშვი თავის ავტორიტეტთან და ხშირ შემთხვევაში ეს მის ქვეცნობიერში ამბოხის სულად ბუდობს, იზრდება და ერთ მშვენიერ მომენტში, როდესაც ის უკვე ძალებს მოიყვეს და უკვე ძალა შესაძლებლობა ექნება, შეიძლება არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ თუ მას ეყო დაუშვათ ის ნიჭი მიაღწიოს რაღაც ისეთ სისტემის მეშვეობით დაუპირისპირდეს იმ არსებულ სისტემას, ძალა მოიცეს და ასეთები წარსულ საუკუნეებში შეიძლება მეამბოხეებად, აჯანყების მოთავეებად, ყაჩაღთა ასეთი ბანდის მეთაურებადაც კი, რომლებშიც სწორად რო ყოფილიყვნენ წარმართული, მათში სულ სხვა რეალიზაციას მიიღებთ საზოგადოების სარგებელს და სწორედ ამით არის ხშირად განპირობებული, რომ ხდება შემთხვევა, როდესაც ასეთი პიროვნება, რომელიც უკვე საზოგადოებაში ჩამოყალიბებული დამნაშავეა და უშუალოდ მოუხელთებელი, მომენტალურად წუთიერი მონანიება შეიძლება მოხდეს ამ ადამიანში. აი მოსე შავი ერთ-ერთი ცნობილი წმინდანი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო აი ესეთი შავი ცხოვრებით ცხოვრობდა და ძალიან ესეთი ამოვარდნილი ცხოვრებით ყაჩაღთა ბანდის ხელმძღვანელი იყო, ასე რომ ვთქვა, ის ხდება ერთ-ერთ წმინდა ადამიანს და ხდება მომენტალური მოქცევა. აი სწორედ მოქცევა არ მოხდებოდა რომ მასში პოტენციურად არ ყოფილიყო ეს კეთილის საწყისი. ამ შემთხვევაში, აი როგორც რუსთაველსა ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს. და მამების სწავლებით ბოროტება არ არის არც საგანში, არც ნივთში, ნუ მით უმეტეს არც ბავშვში და არც მოვლენაში. ბოროტება, ვლინდება ჩდება მისდამი არასწორი დამოკიდებულების შედეგად. ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, თუ კი ეს უბრალო საგანიც კი ჩვენთვის, აი ცეცხლს რო არასწორად მოვიქცეთ, როგორ ტრაგედიად გვექცევა და უბრალო დანასაც კი არასწორი გამოყენების შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი ხდება და ბავშვს თუ მიუდგებით არასწორად, რა უკუშედეგს მივიღებთ ნეგატიურს, დიახ? აი ეს არის პასუხისმგებლობა. მაშინ რა არის ის ჩვენი მხრივ აუცილებელი, რომელთაც ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ბავშვური, ეს სავსე ღვთაებრივი ენერგია იყოს სწორად წარმართული. აი აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქაც არ არსებობს ესე იგი ნორმები და შაბლონები და მორალური იმპერატივები გარედან, რომ ბავშვს უნდა ასე მოიქეცი, ასე წადი ეკლესიასთან, ეკლესიაში უფრო სწორად ეს გააკეთე. ესეთი მარტო მხოლოდ შეგონებები არ კმარა. ამ შემთხვევაში ისე ვამბობ, რომ ბავშვის ყველაზე თავარი ეს დაწყებული მშობლები და ნუ განსაკუთრებით ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც მოძღვრის პოზიციაზე იყო კითხვა დასმული, ეს არის სიყვარული, ეს არის ნდობა, ბავშვი როდესაც ტოტალურად როცა საზოგადოებაში შემოდის და მას ის ხდება რომ ოჯახში აქვს პრობლემა, როდესაც ხედავს რომ ვერ უმხელს თავის გულისნადებს, ვერ მშობელს, ვერს დაუშვათ უფროსებს, საზოგადოებას, რაღაცნაირად უკვე მასში ხდება გაურება, იკეტება და მაგრამ ამ ჩაკეტვის პარალელურად მასში ამბოხი იზრდება. ამ შემთხვევაში თუ კი ის ღვთისნებით ეკლესიაში აი ისეთ მოძღვარს დაუახლოვდება, რომელიც იქნება ჭეშმარიტად მისთვის არა მხოლოდ ჭკუის დამრიგებელი და დაუშვათ თუნდაც ქრისტესწინებების კენ მიმთითებელი, არამედ ჩაუნაცვლებს მას სწორედ იმ დანაკლისს, რაც დააკლო მამამ
დედამ, უფროსმა ძმამ, მეგობარმა, საზოგადოებამ და ის იქნება მისთვის აი ამ ყველაფერი ერთად, არა მხოლოდ დამრიგებელი და ზემოდან ესეთი ჭკუის მიმთითებელი, არამედ როგორც მეგობარიც, როგორც ძმაც, როგორც აი მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ერთი მხრივ შვილებს უწოდებდა, მაგრამ მეორე მხრივ მეგობრებიც უწოდა და ძმებიც უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ აი სწორედ ასეთი მიდგომა არის აუცილებელი ამ შემთხვევაში ბავშვისთვის და კიდე დავამატებდი, რომ ჩვენი პრობლემა კიდე ის არის, რომ ჩვენ გვინდა უცბად მყისიერად მივიღოთ რაღაცა ესეთი მზა პროდუქცია და ყველაფერს ვაკეთებთ, აი ბავშვი დაუშვათ როგორც კი რაღაცა საქმე მიაღწევს, ყველანაირ ჯგუფში გვინდა შევიყვანოთ, ყველაფერი გვინდა გამოვიდეს ერთდროულად მომღერლიდან დაწყებული, დაუშვათ კარატეს ოსტატით დამთავრებული და კიდე დამატებით და არ ვაკვირდებით ბავშვის მოთხოვნილებას და შეცდომა კიდე ის არის, რომ როგორც გლეხი, აი დაუშვათ რომელიც დათესავს თესლს დაუშვათ ის ხომ არ ელის მეორე დღეს მოსავალს ამ თესლიდან აყოფს, მაგრამ ის მოთმინებით ელოდება, ის ყოველ დღე რუდუნებით შედის ყანაში, უვლის ამ ნაყოფს, უხარია როგორ იზრდება და შემდეგ თანდათანობით იღებს ჭირნახო. აი დაახლოებით ესეთი სუგრძელობა და სიყვარული ჭირდება ბავშვის თან დამოკიდებული საქმე. ჩვენ ერთ დღეში არ უნდა მოვითხოვოთ, რომ ის ბავშვი იყოს რაღაცნაირად უცბად შეწყვეტოს, ყველა შეუძლებელი ღმერთი სუგრძელია და ამით არის ის სწორედ გამოწვეული, რომ მას აქვს დრო და ჟამი. თვითონ ის ფაქტი, რომ ბავშვი დღეს შეიძლება ჩვენთვის მოსაწონად არ იქცევდეს, სულაც არ არის ტრაგედია. აი ეს გადახრის ამპლიტუდა ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი განვითარდეს და გაიზარდოს. და სწორედ ჩვენ ამ მდგომარეობაში უნდა შევიტანოთ თანდათან ეს სიყვარული და სწორედ ამ ჩვენი სიყვარულით შარევა შეგონები ძალიან ისეთი სიფაქიზით თანდათან შემდეგ ხდება ბავშვის სწორედ ისეთი სასურველი მმართველობით გას და რა თქმა უნდა და მამა აქ ჩვენ ვისაუბრეთ მოძღვრის როლზე. იქნებ გვესაუბრა მშობლების როლზე, რას ურჩევთ თქვენი რჩევა რა იქნება მშობლებისთვის, როდესაც ბავშვი იქცევა, ბავშვს აქვს არასასურველი ქცევა და ასევე პედაგოგის როლზეც, რადგან ბავშვი ოჯახში, სკოლაში მან დიდ დროს ატარებს და ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგის გავლენაც მის აღზრდაში. რას ურჩევთ პედაგოგებს, მშობლებს, როდესაც ბავშვს აქვს არასასურველი ქცევა და პრობლემურ ბავშვს უწოდებენ ხოლმე ასეთ ბავშვებს? დიახ, ნამდვილად ეს კიდე ერთხელ ვამბობ, ყველა ეპოქაში იყო პრობლემური აი ეს სამკუთხედი, ოჯახი, საზოგადოება, სკოლა, დღევანდელ დღეს ეკლესია ადრე ჩვენ დროს ესე არ იყო, ეკლესიის როლი დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უმეტეს ძალიან დიდ როლს ასრულებს ეკლესია. შეუძლია თითქმის აი ის დანაკლისი, რასაც ოჯახი და საზოგადოება ვერ აძლევს ბავშვს და შეუძლია ეკლესიას ჩაანაცვლოს, ეს უпроსორად ამ სისავსეს მოემსახუროს ამ შემთხვევაში და ისევ გეუბნებით, რომ აქაც უნდა ვიყოთ ყურადღებით. ანუ როდესაც ჩვენ ბავშვს უყურებს მშობელი, სკოლა, მხოლოდ როგორც ისეთ ობიექტს, ანუ ისეთ მოხმარების საშუალებას, აი უხეშად რო ვთქვა, რომლისგანაც უნდა მიიღოს პროდუქცია, რომელიც მე მას დაუბრუნდება უკან სამწუხარო და სავალალოდ მშობლები აი სიყვარულით რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აი ესეთი მომხმარებლური დამოკიდებულება ჩემი შვილი მაინც და მაინც ასუდა როგორც ასე უნდა გამოვიდეს ამ პროფესიის ან ასე უნდა წავიდეს ამ წესით და იცხოვროს და ზედმეტად გვავიწყდება, რომ ეს ბავშვი ფიზიკურად კი არის ჩვენი შვილი და ჩვენი საზოგადოებაში ყოფი არსებ, მაგრამ მისი საწყისი უფალშია, ის არის ღვთის ხატი და ამ შემთხვევაში ის უსასრულოდ უფრო რთული არსებაა, ვიდრე ის რაც ჩანს ფიზიკური ხუთგრძნობის ორგანოთი, რომ აი ეს როგორც ბიოლოგიური არსება. მე ვიტყოდი რომ იმასთან ერთად რომ ბავშვს დღეს ვასწავლით კონკრეტულ საგრებს, რომელიც მას დაეხმარება რამ ცხოვრებაში იყოს დაუშვა წარმატებული, ამან ძალიან არ უნდა გადაფაროს ის რაც არის ბავშვი თავისთავად როგორც თვითონ მისი არსობრივი მხარე. თუ ბავშვს დაავიწყდა ვინ არის ის ადამიანს ზოგადად არსი, მე ვინ ვარ და ის გაიგივდა მხოლოდ
ამ დრო და სივრცეში კონკრეტულად რაღაც ისეთ პიროვნებად, რომელმაც უნდა წარმატებას მიაღწიოს, რომელმაც იმიტომ უნდა ისწავლოს, რომ მე მოგება ნახოს, რაღაცა ესეთი კარიერას მიაღწიოს და შემდეგ ამ ქვეყნიდან გავიდეს, უბრალოდ გაქრეს, როგორც ბიოლოგიური არსება. ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება და სწორედ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოგცეს. მე აქ მოგიყვანთ ერთ წერილს ერთი პიროვნების სკოლის დირექტორის ყოფილი, რომელიც იყო ტყვე გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში, ერთ-ერთ ბანაკში და ის როდესაც იქიდან გამოვიდა, ცოცხალი გადარჩა საბედნიეროდ და შემდეგ უკვე თავის მასწავლებლებს ეს დირექტორი თხოვნით მიმართავს პირდაპირ. მე ვნახეო, აი და ასეთ ამბობს, მე ვნახე საკონცენტრაციო ბანაკშიო განათლებული ინჟინრები, რომლებიცო ადამიანის საწამებელი იარაღებს იგონებდნენ. მე ვნახე საკონცენტრაციო ბანაკში განათლებული ექიმები, რომლებიც ადამიანებზე ექსპერიმენტებს აკეთებდნენ. მე ვნახე იქ განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც ვარჯიშობდნენ ადამიანთა დახვრეტაში და უმორჩილესად გთხოვთო მათემატიკის, ფიზიკის და სხვა გარკვეული დისციპლინების სწავლების პარალელურად პირველ რიგში ცოტათი მეტი ადამიანურობა ასწავლეთ. აი გაიგეთ ალბათ, ხო? თავარი არის შინაგანი არსი, ვინ არის ბავშვი? თუმცა ბევრ თავიდანვე ვასწავლეთ, მარტო წარმატებისთვის ვფუთავთ, რომ შენ უნდა იყო წარმატებული, ეს არის სწორედ მისი ბუნების საწინააღმდეგო, ის პირველში უნდა არსობრივად სულში უნდა ჩავხედოთ ბავშვს, სული უნდა გაუნათლოთ, ამიტომ ქვია სახარება ჩვენი ქართულად სწორედ საოცარი სიტყვა, ნათლისღება, ანუ განათლება არ არის საგნების ცოდნაში და ცალკეულ დისციპლინაში. ეს არ არის. განათლება სწორედ მის სულში ნათლის მიცემა, ნათელს იღებს მონახვის. რაზე ნათელი, რომ ადამიანი არ არის წარმავალი არსება და ეს ბავშვმა ეს თავიდან უნდა ჩაუნერგო. შვილო, შენ არ ახარ წარმავალი არსება, არამედ ხარ უფლის შვილი და უფლის წინაშე უნდა წარდგე. ძალიან დიდი მადლობა მამაო, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ისევ დავბრუნდებით. ჯანმრთელობის არჩევანი ეთო პაპიაშვილთან ერთად. ჯანმრთელობის არჩევანი ისევ ეთერში. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამ ოთხოზორია. მამაო, წეგან ჩვენ საუბრობდით ბავშვის აღზრდის თავისებურებებზე და პრობლემაზე, პედაგოგის როლზე, ოჯახის როლზე და ასე შემდეგ. თუ შეიძლება ვისაუბროთ ახლა ბავშვის სულიერ სიძლიერეზე, რადგან გარემოში არის ბევრი საცდური, ხშირად მოზარდები, ბავშვები მოზრდილ ასაკში უკვე ავტორიტეტებად ირჩევენ ხოლმე ისეთ თანატოლებს, რომლებიც უფრო ქუჩისკენ მიმართული ბავშვები არიან. ამ დროს ჩდება უკვე ნარკოტიკებთან მათი პირველი შეხების საფრთხე და ამ დროს რა სულიერი ძალები ჭირდება ან ეკლესიას რა როლი აკისრია იმისთვის, რომ რაღაც გარკვეულწილად ამ საცდურის ამ ცუდი ქცევის პრევენცია განახორციელოს. დიახ, ესეც ძალიან საინტერესო კითხვა. მოგესწრებათ ისევ გავიმეორებ ჩვენ როგორც წინა თქვით, რომ საიდან მოვდივარ ჩვენი ბავშვობიდან, აი ჩვენი თითლიანად კაცობრიობის ბავშვობა კიდევ აი საიდან მოდის, თუ ამაში ვერ გავერკვევით ჩვენ, მაშინ თვითონ ბავშვის მიმართაც ჩვენი ყველანაირი მონდომება და მიდგომა იქნება წარუმატებელი. კაცობრიობის ბავშვობა არის სწორედ ის სამოთხის ნეტარი მდგომარეობა, ანუ თავისში გამჩენთან, შემოქმედთან ესეთი ჰარმონიაში ყოფნა, დაურღვეველი ერთობა. იქ ბიბლიაში წერია, რომ ადამი ღმერთმა დაადგინა სამოთხესა საშვებელისასა. აი ეს შვება ქართულად, ეს არის აი სწორედ ის მდგომარეობა, რომლისკენაც ადამიანი ბუნებრივად მიილტვის, ეს ნეტარი მდგომარეობა. და ამიტომ ბავშვი განსაკუთრებით არის ძლავრად ეს შემონახული, ეს ხსოვნა, ვინაიდან ბავშვი პირველ წლებში არ არის საზრუნავით
გარემოსილი და მისი სული ღია, მისი მშობლები ფაქტურად ღმერთია. საზურავი მინიმუმზეა დაყვანილი, ამიტომ ბავშვი არის ნეტარი, თავის ნეტარ ბუნებაში ის უკვე იმყოფება. აი როდესაც წერია რომ ადამიანს ორი ძე ყავდა კაინი და აბელი და იქ კაინი დაიმკვიდრა ნოდის ქვეყანაში. ხა მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას რას ნიშნავს. ნოდი ნიშნავს ქართულად საესავი, საზრუნავი, შფოთი. აი ეს არის წუთისოფელი, რომელსაც დაედო საფუძველი კაინისგან, რომელიც მოწყდა უკვე 64-ის მდგომარეობას და თან ურჩობაშია ღმერთთან, აბელისგან განსხვავებით. და ამიტომ ეს შფოთი და საზრუნავი სწორედ იწვევს აი ეს ტანჯვის მდგომარეობას და ადამიანი მერე ცდილობს რომ თვითონ აი ამ მდგომარეობაში არაბუნებრივად ღმერთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში უკვე დაამკვიდროს 64, ანუ მიაღწიოს ნეტარებას, მიაღწიოს შობას, მაგრამ ეს ყველაფერი ხელოვნური საშუალებებია. ბუნებრივს მომწყდარია და ამიტომ ენგრევა ადამიანს მუდმივად. ახლა რატო გავუსვით ამას ხაზი ამ ბავშვთან დამოკიდებული საკითხში, რომ აი ესეთ როგორ მიუდგეთ ამ ბავშვებს, რომ ბავშვი ბუნებრივად ისრაფის იქითკენ, აი როგორც ენერგიის მუდმივობის კანონია, ეს რაღაც ისეთი მინიმუმის კანონი, რო თქვა, მინიმუმ სიამოვნებისკენ, ნეტარებისკენ, ამ შემთხვევაში ძალიან თუ კი მას ექნება პროტესტი, თუ კი ის თავის დოზა აი ამ სიამოვნებას, ნეტარებას, ანუ სულიერ სიმშვიდეს არ მიიღებს ოჯახიდან, არ მიიღებს ეკლესიიდან, არ მიიღებს გარემოდან, მაშინ ბუნებრივად სული, როგორც აი წყალი დახრილია ბუნებრივად იქითკენ რომ იდინოს, ასევე მისი სული, როგორც ბუნებრივად წავა რომ ხელოვნურად დაიკმაყოფილოს ეს თავის მოთხოვნილება ნეტარებაზე და სიამოვნებაზე და აქ არის უკვე საცდური. ძალიან დიდი საცდური, რომ პატარა ბავშვობის ასაკიდან აი ესეთნაირად მიიდრიკება ბავშვი სწორედ აი ამ გაუკუღმართებული გზისკენ. ამ შემთხვევაში მარტო შეგონება ვერაფერს ვერ გვიშვებს, იმიტომ რომ ძალა უნდა დაუპირისპირდეთ. ანუ ბოროტება ხო ვთქვით, რომ ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა, სიბინელე არის სინათლის ნაკლებობა, სიცივე არის სითბოს ნაკლებობა. მაშასადამე, როდესაც ბავშვი არის მიდრეკილი, სწორედ აქეთკენ რომ მან ხელოვნურად მიაღწიოს ამ სიამოვნებებს, ნეტარებას და რასაც ქვია, რაც მისი სულისთვის ნიშნეულია და აი ამ დამახინჯებული გზით, ამ შემთხვევაში უკვე გვიან არის, უკვე შეგონება არ კმარა. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ისევ ალტერნატიული უნდა დავახატოთ, ანუ კომფორტი, ისევ ვამბობ. თუ კი ის მიედინება ამ უცხო კალაპოტისკენ, ჩვენ აქეთ სხვა კალაპოტი უნდა გავჭერათ, რომლისკენაც თვითონ ის აქეთ, ანუ ჩვენთან ბავშვს უნდა დაედგომებოდეს. მარტო მოწოდებით, რომ გაფუჭდა ახალგაზრდობა და ეძალებიან ასეთ ნარკოტიკებს და თამბაქოს ეწევიან, კი ბატონო, ღვინოს სვამენ, გართობა, გარყვნილება, თუნდაც სექსუალური აღვირახსნილობა, რომელიც უკვე ადრეულ ასაკში იჩენ თავს და ამ შემთხვევაში თუ სულიერი მოძღვარი თუ და მშობელი მარტო ლანძღვაგინებით შემოიფარგლება, ჩვენ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავს, ეს არ კმარა მარტო, იმიტომ რომ ეს ძალაა უკვე და მაშასადამე რა ეკლესია არ არის მორალური ინსტიტუტი, მარტო შემგონებელი. ეკლესიაში არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, ეკლესიაში სისავსეა. მე მეცაც გეტყვით, მაცხოვარსო, მარტო ჭკუა დაერიგებინა იმ ხალხისთვის, რომის იმპერია, რომელსაც ყველაფერი გავლილი ჰქონდა, მორალიც იცოდა, ზნეობაც იცოდა, ყველაფერი ბერძნულ ფილოსოფიამ, ბერძნულმა ეთიკამ ყველაფერი გამოიარა. ამ შემთხვევაში ქრისტეს სიტყვები და შეგონება რომ გიყვარდეს მოყვასი, გიყვარდეს მტერი, მარტო სიტყვა ყოფილიყო და მაცხოვარ თვითონ თავისი ცხოვრებით ეს სიყვარული არ დაემოწმებინა, არ დაემტკიცებინა, მაშინ ვერაფერს ვერ გახდებოდა, ეს დარჩებოდა მარტო ერთ-ერთ მორალისტ ადამიანად, მაგრამ სწორედ თავგანწირული სიყვარული აჩვენა. ახლა რას ნიშნავს თავგანწირული სიყვარული? ამ შემთხვევაში თავგანწირული სიყვარული შეიძლება როცა საკუთარ მეზე ამბობ უარს ეგოზე და მეორე ადამიანის წინაშე, ამ შემთხვევაში ბავშვი იქნება თუ ვინც არ იქნება, მთლიანად შენ ეძლევი ამას, ანუ მის მდგომარეობაში შედიხარ და როცა ეს ხედავს ამას ბავშვი, ამ შემთხვევაში ბუნებრივად უკვე, კიდევ ვამბობ, რომ ადამიანის სულია ნეტარი ბუნებით. იმის გამო, რომ როდესაც ნეტარ მდგომარეობაში ჩვენ არა ვართ ამგზნელები, ამ შემთხვევაში მოძღვრიდან დაწყებული, მშობლი დამთავრებული. ის ვერ იღებს ამ დოზას, უხეშად რო ვთქვა და ამიტომ მიჩენს ხელოვნურ კალაპოტებით მიემართება. ამიტომ ეს ჩვენთვის არის გამოწვევა, რომ ჩვენ ვაჩვენოთ აი ჯვარცმული სიყვარული ამ თაობას. ჯვარცმული სიყვარული ამ თაობას იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეგო და ჩვენი პირადი ინტერესების ზე ვამბობთ უარს და ფაქტურად აი ამ სიყვარულს ვაძლევთ, და სიყვარული კიდე სწორედ ის ფენომენია, რომელსაც ყველაფერი ემონება და რომელსაც სასწაულები შეუძლია. ამით მოინანია ჯვარცმულმა ავაზაკმა
მაცხოვრის წინაშე რომ მაშინ ახლა განუზომელი სიყვარული და თუ ჩვენს იგივე სიყვარულს ვაჩვენებთ აი სწორედ იქნება აი ამ ბავშვებისთვის ძალა და დამცავი ამ გზაზე რა კითხვას თქვენ დასვით ყველაზე დიდი ძალა რომელსაც ის ნახავს როდესაც ჩვენ მას სიყვარულით მაგალითს ვაჩვენებთ მამა როგორც ვიცი თქვენ ბრძანდებოდით წმინდა ათონის მთაზე და ჩამოტანილი გაქვთ ძალიან საინტერესო წერილი ბავშვებისთვის ანუ რომელიც ბერმა გამოგზავნა საკუთარ შვილებს და თუ შეიძლება რომ ეს წერილი ყველას წაუკითხოთ არა მარტო მისმა შვილებმა წაიკითხონ არამედ კონდეს საშუალება ჩვენ მსმენელს რომ მოისმინოს ეს წერილი რას წერს ბერი საკუთარ შვილებს როგორ მოიქცნენ რა რჩევა დარიგებას ადლავს მათ დიახ მე მქონდა ბედნიერება რომ ყოფილიყავ ათონის წმინდა მთაზე ჩემს მეგობართან სულიერ ძმასთან ბერერ მოლავსთან რომლის სიგნების პრეზენტაცია ამ დღეებში ჩატარდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში და დღეს აი ჩვენი გადაცემის ბოლოს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ ბერის დალოცვით და ბერის წერილი საკუთარი ხორციელი შვილებისადმი დავასრულოთ ჩვენი გადაცემა და ამ შემთხვევაში ეს წერილი არა მხოლოდ მის ხორციელ შვილებს ეხება ანუ ბერისთვის ყველა მისი შვილია და ბერი არის ადამიანი რომელიც მართლა აჩვენა აი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ და ჯვარცმული სიყვარული ამ შემთხვევაში აი ამ ჯვარცმული სიყვარულიდან გამომდინარე რომ კაცობრიობისთვის იესო ეცვა ჯვარზე ასევე ბერი არის საკუთარი მე გააკრა ბერმა ჯვარზე რათა იცხოვროს Χριστით განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის და აქ ამ წიგნში სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა აქ არის მოცემული წერილები დედისადმი წერილები ხორციელი შვილებისადმი ზოგადად მამისადმი ახლობლებისადმი და საერთოდ მისი შეგონებები ღვთისმეტყველო აზრები მაგრამ ჩვენ აქ შეგვეძლო რამდენიმე ამონარიდი მოგვეტანა მისი წერილიდან ხორციელი შვილებისადმი რომელიც მან აქ დატოვა ათონზე წასვლის წინ მაგრამ იქიდან არაკლებდა არა მხოლოდ ლოცვა-კურთხევას, არამედ მოდივა წერილი. და ეს წერილი ალბათ ყველა მშობელს შეუძლია საკუთარი შვილისთვის აი ჩათვალოს, რომ ეს მის შვილისადმია ბერის შეგონება. მე შეგვიძლია წავიკითხოთ ასეთი ადგილი და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუსვით ასეთი კითხვა ჩემოშვილებო რა არის სწავლის მიზანი და რა საჭიროა განათლება სწავლა განათლების მიზანი არის წარმატება წარმატებული ცხოვრება თავისთავად ისმება კითხვა კი მაგრამ რა არის წარმატება ერში მცხოვრებ ადამიანთა დიდი ნაწილი გაგებით ეს საზოგადოებრივ იერარქიაში რაც შეიძლება მაღალი საფეხურის მიღწევაა რაც შეიძლება მეტი ქონების დაგროვება, ავტორიტეტისა და სახელის მოხვეჭა, პირადი ბედნიერებისა და ხანგრძლივი ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფა. ვინც ყველაფერ ამას აღწევს, საზოგადოებაში ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანად აღიქმება და საკმაოდ ავტორიტეტითაც სარგებლობს. თუნდაც ასეთი წარმატების მისაღწევად რბილად რო ვთქვათ, ბევრი ცოდვაც ჩაიდინოს. ამ აზრის მომხრე ადამიანთა აზრით გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ადამიანთა მეორე მცირე ნაწილი, მათ შორის მეც ვთვლით, რომ ჭეშმარიტი წარმატება საკუთარი სულის გადარჩენა და ღვთისადიდებლად ცხოვრება. ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ვწამს, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრება დროებითია და მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადურ ცხოვრებაში გადასასვლელად. ამიტომ როგორც წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ კიგოძე ამბობს, ამ სოფლიური საქმენი კაცმა ისე უნდა დაიწყოს, რომ ყოველივე ერთ უმაღლეს საქმეს, სულის ცხონებას ემსახურებოდეს. ღვთის სიტყვა ბიბლია გვეუბნება, სიბრძნე არის ღვთის მოშიშება, ხოლო ღვთისმცნებათა დაცვა გონიერება. და ასე შეგვეძლო ჩვენ კიდე გაგვეგზელებინა, მაგრამ მე ალბათ მკითხველს და მშობლებს ურჩევდი, რომ ეს წიგნი შეეძინათ ეს და ალბათ ბევრ სასიკეთო თავიანთ შვილების შეგონებასაც გაეცნობოდ. ძალიან დიდი მადლობა მამო გადაცემაში სტუმრობისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმთავარი მამა გურამ ოთხოზორია. გადაცემა ჯანმრთელობის არჩევანი ერთი კვირით გემშვიდობებად გვისმინეთ ყოველ ორ შაბათს 14 საათზე ტალღაზე MED FM 100.3. ჩვენ ისევ ვისაუბრებთ ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ საკითხებზე.